Konnichiwa minasan. იცით ეს რას ნიშნავს? ეს არის შენი პირველი სიტყვა იაპონურად. იაპონური მართლაც რთული ენაა, თუმცა სწორი მიდგომით, კარგად დაგეგმილი მეთოდებით და თქვენზე მორგებული პროგრამით, მისი შესწავლის დაწყება არც თუ ისე რთულია, როგორც წარმოგიდგენიათ. ამასთანავე, იაპონურის შესწავლა კარს გიხსნით ისეთ მომაჯადოებელ სამყაროში, ისტორიასა და კულტურაში, რომელიც უნიკალურია. მე ანა ჩაგუნავა ვარ, ერთი აკადემიის იაპონური ენის კურსის ლექტორი. კურსი განკუთვნილია მოზარდებისა და ზრდასრულებისათვის, ანიმეს მოყვარულთათვის, იაპონიაში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის და ზოგადად მათთვის, ვისაც სურს ახალ გამოწვევებსა და თავგადასავლებში საკუთარი თავის მოსინჯვა. კურსი მოიცავს რამდენიმე დონეს. თითოეული დონე კი დაყოფილია რამდენიმე ნაწილად. პირველი 3 თვის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან იაპონური დამწერლობის თავისებურებებს და ორ ანბანს, ჰირაგანასა და კატაკანას, ასევე გრამატიკას მარტივი და გასაგები ენით. ამ 3 თვის გასვლის შემდეგ სტუდენტებს შეეძლებათ საკუთარი თავის წარდგენა იაპონური წესების მიხედვით, საკუთარ თავზე მოკლე ინფორმაციის გაცემა, ასევე წინადადებების წარმოება და კითხვების დასმა სამივე დროში. 一緒に日本語を勉強しましょう。じゃあまたね。